არას ისე დიდი ხნის წინ ევროპულმა კავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი. და აი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საბოლოოდ განაცხადა, რაში დაიხარჯება ეს თანხა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკვე გადაწყვიტეს, რაში დახარჯავენ კრედიტის პირველ ტრანშს, რომელიც ქვეყანას უახლოეს დღეებში გადაეცემა. ამავე დროს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სამწუხაროდ უკვე მომავალ წელს 27-ში ევროპას დიდი ალბათობით ახალი კრედიტის მოძიება მოუწევს უკრაინისთვის. ამასთან დაკავშირებით გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა ოდნავ გამოფხიზლებელი მასალა, სადაც ავტორები წერენ, რომ ევროპა ემზადება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის, რადგან სულ უფრო ნაკლებად სჯერა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობის. ეს ნიშნავს ავტორების აზრით, რომ უკრაინა დიდწილად მარტო რჩება რუსეთის წინააღმდეგ გამოფიტვის ომში, ამ ომის დასრულების მკაფიო სტრატეგიის გარეშე. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაკურთხნენთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავ. მოდით დავიწყოთ კრედიტით. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველი ტრანში, რომელიც ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში იქნება მიღებული, მოხმარდება შეიარაღების წარმოებასა და ენერგეტიკის დაცვას. შემდეგ მოჰყავს მისი ციტატა. პირველ ტრანშს, რომელიც დამტკიცებული ევროპული მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებშია და 90 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენ გამოვიხენებთ უკრაინის დასაცავად შიდა წარმოებისთვის. ეს არის დრონები და ყველა მიმართულება მილტექში. მეორე მიმართულება ენერგეტიკა. შემდეგ ზამთრამდე საჭიროა მაქსიმალურად დავიცავთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტების გარდა გათვალისწინებულია ნაწილი თანხებისა, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტიდან შევძლებთ მივცეთ. შევსება მოხდება მათ შორის ამ ტრანშების მეშვეობით 90 მილიარდიანი პაკეტებიდან. ჩვენ გეგმავთ რამდენიმე მილიარდის გამოყოფას სწორედ ენერგეტიკის დაცვისთვის. ეს საკითხი განიხილეს ევროპელ ლიდერებთან ერთად კვიპროსზე. ამ ფონზე გამოცემა Wall Street Journal-ი წერს, რომ ევროკავშირს შეიძლება 2027 წელს უკვე მოუწიოს ახალი კრედიტის დამტკიცება უკრაინისთვის. საქმე ისაა, რომ კიევის დაფინანსების დეფიციტი კვლავ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი სესხის შეთანხმება 90 მილიარდ ევროზე უნდა დაფაროს უკრაინის ბიუჯეტისა და თავდაცვის დაფინანსების საჭიროებების 2/3 მომდევნო წლის ბოლომდე. მაგრამ ეს თანხა შეიძლება საკმარისი არ იყოს. და შემდეგ ციტატა Wall Street Journal-იდან. დიპლომატების თქმით, უკრაინის დაფინანსების დეფიციტი მომავალ წლისთვის გაიზარდა საწყის გათვლილებთან შედარებით. კიევს დამატებით არანაკლებ 19 მილიარდი евро დასჭირდება 2026 წელს ბიუჯეტური ხარჯების დასაფარად. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შესაძლოა კვლავ მოუწიოთ ახალი 10 მილიარდ ევროზე მეტი სესხის აღება 12 თვის შემდეგ. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინა უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ევროკავშირზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა და ყურადღება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე გადაიტანა. ეხლა კი ევროპა ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, რადგან სულ უფრო ნაკლებად სჯერა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობისა. როგორც New York Times-ში ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა დიდწილად მარტო რჩება რუსეთთან გამოფიტვის ომში. ამ ომის დასრულების მკაფიო სტრატეგიის გარეშე. შემდეგ მოიყვან ციტატას New York Times-დან. არც უკრაინას და არც რუსეთს არ აქვთ გამარჯვების აშკარა გზა. და თითქმის არავინ ელოდება, რომ შეთანხმება შესაძლებელი იქნება შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობისა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გარეშე. ზეწოლა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხალისოდ იყენებს. ამავე დროს, სხვა შუამავალი, რომელსაც ექნებოდა საკმარისი გავლენა ორივე მხარეზე, რათა აიძულოს ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასკდნენ, არ არსებობს. 15 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ტრამპმა დაჰპირდა ომის დასრულებას, 24 საათში სიტუაცია ფაქტობრივად დააბრუნდა იმავე წერტილში, საიდანაც მოლაპარაკებები დაიწყო. და აქაც ვიყოთ გულახდილები, ეს აშკარა იყო, რადგან მხოლოდ დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ვერ ხვდებოდნენ, რომ უკრაინისა და რუსეთის ინტერესები შეუთავსებელია. და რომ ერთადერთი რეალისტური გზა უკრაინის მხარდაჭერა, რათა არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება არც სამხედრო, არც პოლიტიკურ დონეზე. და ეხლა ვითხოვდი, რომ ზელენსკიმ საბოლოოდ დაკარგა ილუზიები დონალდ ტრამპის მხარდაჭერის შესახებ.
და ეხლა სხვაგვარად აფასებს შეერთებული შტატების პოზიციას. სწორედ ამით არის განპირობებული ყველა ეს ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და აზერბაიჯანშიც კი. ზელენსკი ახალს აშენებს, მაგრამ აქ პრობლემა არსებობს. უკრაინასა და ევროპას არ შეუძლიათ უარი თქვან თანამშრომლობაზე ტრამპთან და მთლიანად არ შეშოსდა. ევროპელები იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინი საბოლოოდ დათანხმდება ფრონტზე მიღწეული გარკვეული წარმატებების დაფიქსირებას და მოლაპარაკებებზე გადასვლას, მაგრამ აღიარებენ, რომ პუტინს სურს მოლაპარაკება ვაშინგტონთან და არა ბრიუსელთან. ამიტომ ევროპა დაინტერესებულია, რომ აშშ-ში დაბრუნდეს აქტიურ როლში, მაგრამ ზეწოლა იყოს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ რუსეთზეც. ანალიტიკოსები არნიშნავენ, რომ ევროპის მხარდაჭერის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ სჭირდება ნებისმიერ ფასად შეთანხმება, უკვე ამ წელს. ფრონტზე სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ შეფასებებით რუსეთი დიდი დანაკარგების ფასად, მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიულ წარმატებებს მიაღწევს, ხოლო უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა აქვს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. ამავე დროს ეკონომიკური ზეწოლა მოსკოვზე ნაწილობრივ შესუსტა ენერგორესურსების ფასების ზრდის გამო, იმ ომის გამო, ომის, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში გააჩაღა. შედეგად, არც ერთ მხარეს, არც რუსეთს და არც უკრაინას არ აქვს კრიტიკული საჭიროება ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს. მეორე მხრივ, უკრაინამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში. თუმცა, როგორც ევროპაში აღიარებენ, კვლავაც არ არსებობს გამარჯვების მკაფიო სტრატეგია. იდეა იყო რუსეთზე საკმარისი ზეწოლის შექმნა, მაგრამ უკრაინამ ჯერჯერობით, ვიყოთ ობიექტურები, ამისთვის საკმარისი რესურსი ვერ მიიღო. და ეხლა თითქოს მთავარი მიზანია უკრაინა თამაში შეინარჩუნონ, სანამ რამე არ შეიცვლებოდება თვითონ რუსეთში. აქ ბრაულ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჯერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი გამოყენებით. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი. В описании к этому видео или по QR-коду на ваших экранах. Буду благодарен за любую вашу поддержку. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.